სტუდენტთა დახმარების გრანტის პროგრამის შესახებ გავიგე ერთ-ერთი ლექტორისგან, რომელმაც მითხრა, რომ არსებობდა ასეთი პროგრამა და პირველი კურსის მეორე სემესტრიდან უკვე დაიწყო ჩემი დაფინანსებაც. დღეს უკვე ჩემი სასწავლო პროცესის მე-6 სემესტრია და ანუ მე-5 სემესტრია ფინანსდები. ვფიქრობ, სტუდენტისთვის ძალიან დიდი პრიორიტეტი და კომფორტია, როდესაც მოგვარებული აქვს თავისი ეს განათლების მატერიალური მხარე და ამ შემთხვევაში სტუდენტი და ასევე მეც 100%-ით ჩართული ვარ ჩემი ენერგიითა თუ დროით სასწავლო პროცესში. ვფლი რომ მსგავსი პროექტები სტუდენტებს ხელს უწყობს განავითარონ თავიანთი აკადემიური ხარისხი, რადგანაც მსგავს პროექტებში ყოველთვის არის დიდი კონკურენცია. მინდა აღვნიშნო ამ პროგრამის შესახებ ის კომფორტი, რომ არ გჭირდება ყოველ სემესტრზე თავიდან საბუთების შეტანა და იგი ავტომატურად გრძელდება. ამ პროგრამის შესახებ ინფორმაცია ვნახე აჭარის განათლების სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. ვაკმაყოფილებდი ყველა არსებულ კრიტერიუმს, რომელთაგან მთავარი იყო მაღალი აკადემიური მოსწრება, საშუალო შეწონილი ქულისა და GPA-ის მაღალი მაჩვენებელი. ჩავაბარე საბუთები და სადღაც ერთ თვეში მივიღე დასტური, რომ სწავლა დამიფინანსდა. ეს იყო პირველი კურსის მეორე სემესტრში და უკვე მესამე წელია ვსარგებლობ ამ პროგრამით. ყოველთვის ვცდილობ წინა სემესტრზე უკეთესი შედეგი დავდო, ავამაღლო ასევე ჩემი GPA და საშუალო შეწონილი ქულა. სტუდენტებს ვურჩევ მიიღონ ყველა სახის გამოწვევები და ძალიან მინდა რომ ჩემი ცოდნა და გამოცდილება გამოვიყენო ჩვენი ქვეყნის ქალაქის განვითარებისთვის. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის სამინისტროს სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული აქვს კონკურსი. ამ ეტაპზე მიმდინარეობს განაცხადების მიღება, რომელიც გაგრძელდება 31 მარტის ჩათვლით. სტუდენტთა დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში ამ კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ სტუდენტებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, საბაკალავრო ან სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლებსაც აქვთ აკადემიური მოსწრება 71 და მეტი და განეკუთვნებიან პროგრამით გათვალისწინებულ რომელიმე ერთ ან რამდენიმე კატეგორიას.